აშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. სერიალს წარმოგიდგენთ საიტე CinemaNeaG, გახმოვანებულია აჭარანეთქომის მიერ. ისეთი საშიში იყო. ეს უბრალოდ ადამიანები არიან ნიღბებში. ამაზე არ ვამბობ იმ ზომბის, რომელიც სამრეცხაოში მოკლეს, ჩემნაირი ვარდისფერი ტოპი ეცვა. არ შემიმჩნევია. და იმ ზომბის, რომელიც ავტობუსში ოფს აღებინებდა, ჩემნაირი ცისფერი კაბა ეცვა. არა, ცოტა სხვანაირი იყო, მაგრამ მაინც მსგავსი. განსაცმელი უნდა გადავარჩიო. ის ვერ მეცმევა, რაც ზომბს. რა მოხდა? ეს რიგია? რატომ გამოდის ის სიყვარულისთვის დარბაზიდან? ეს ხომ მელოდრამაა. რას აკეთებს ზეინთან ერთად? ალბათ შემთხვევით შეხვდა და ცნობის მოყვარეობს. რიგი ცნობის მოყვარეობს? ლუის, დღეს რიგი არ გინახავს? არა, და რა მოხდა? ყველაფერი მოგვიყევი, რაც რიკისა და ზეინზე იცი. გავფიქრდები. რიგი უხეშია, ნაგლი. თავიდან ასე მომეჩვენა, მაგრამ მე მივხვდი, რომ მასში სენტიმენტალური მხარეც არის. ზეინიგი ჩვეულებრივი მდიდარია, რომელსაც ტვინის ყიდვა სჭირდება. ისინი ხვდებიან. არა, ეს შეუძლებელია. რიგი და ზეინი მტრები არიან. კინოში დავინახეთ, ნამდვილად ერთად იყვნენ. რამდენად ერთად? ანუ, მიხარია შენი ნახვა თუ... ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ. არა, გამორიცხულია, შეცდით. ეს ზეინი და რიგი ვერ იქნებოდნენ. ეს ნამდვილი ზეინი და რიგი იყვნენ. იქნებ ზეინი რიგისთან დაახლოვებას ცდილობდა. ლუის, ეს ვარაუდია. ლუის უნდა უთვალთვალო მათ. უთვალთვალო და შემდეგ ჩვენ მოგვიყვე. არა, რატომ უნდა უთვალთვალო მე? მე რა მეტი საქმე არ მაქვს? და რა საქმე გაქვს? ლუის, ეს შენ უნდა გააკეთო. ჩვენ შორის ყველაზე შეუმჩნეველი გარეგნობა გაქვს და ამიტომ. კარგი რა გთხოვ. ალბათ შესაფერის დროს ეძებს რომ გითხრათ, ეს არის და ეს. გამარჯობა. ვინმე მოკვდა? ფილმებზე საუბრობდით. რატომ მომაშტერდით? არავის ჩახუტები ხარ არა? რა? ლუის. მაპატიე. გვინდა და გაგვეგო მოგეწონა თუ არა ფილმის სიყვარულის თვე? ეს ხომ მელოდრამაა. უნდა ვიჩქაროთ თუ დაგვიანება არ გვინდა. რა გჭირს? კინაღამ ყველაფერი დამაყრებინა. მაგალითად ტვინი. რა სასაცილოა ლუის? ძალიან. მახინჯე, უბრალოდ იდიოტი. აბა, თქვენთან რა ხდება? მე ზეინთან და რიკისთან ერთად ვიყავი მათემატიკაზე და არაფერი. არანაირი კონტაქტი. ფიზკულტურაზეც არაფერი. იქნებ ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა. აბა, რაში სჭირდებათ ეს საიდუმლოებები? მე მთელი დღე ზეინს ვუთვალთვალებდი. სამწუხაროდ. და? ის ზედმეტად მშვიდია შეყვარებული ადამიანისთვის. მთლიანობაში მას დღეს არავინ გაუნაწყენებია. რაც ძალიან კარგის ნიშანია, არა? ეს ხომ არ მოგვიგონია. მაგრამ ყველაფერი ისე ნორმალურადაა. მაგრამ რიკი აქ არ არის, როგორც ზეინი. იქნებ ქალთევზებმა ადამიანები უნდა გადაარჩინონ. როგორც ექიმებმა. ზეინ? მოდიში, მეც აღარ ვიზამ. მაგრამ მაინც, ის უნდა ვიპოვა. ნახე რა ლამაზია. ძალიან ლამაზია, ასე არ ფიქრობ? არ ვიცოდი ასეთ კაბებს თუ იცვამდი. კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემს შესახებ. მიყვარს ასე ჩაცმა. როდესაც ხასიათზე ვარ. მოიზომე. არა. იმ დროისათვის, როდესაც ამის ფული მექნება, ზედმეტად მოხუცი ვიქნები. გისმენ? ჰო, ემა. კარგი, მალე მოვა.
რა ხდება? ჩვენ ვიცით შენსა და ზეინზე. და ასე შორს ამისთვის დამიზახეთ? ნუ არ ყოფ ამას. არ ვარყოფ. მინდა და თქვენთვის პირველივე შესაფერის მომენტში მომეყოლა. მეგობრები, ასეთ რაღაცეებს ერთმანეთს არ უმალავენ. მე ვმალავ. პრობლემას ვერ ვხედავ. ის ჩვენზე ნადირობს, რიგი. ის ჩემზე ნადირობს. ის ყო მე გადავარჩინე. გირეკავდი. ტელეფონი გამორთე. შენი ტელეფონის ფულს მე ვიხდი. იმიტომ რომ ხაზზე იყო. მაგრამ თოკეც მიყიდე. შაბათს ვახშამს ვაწყობ. იქ უნდა იყო. ჩემი გეგმები მაქვს. მომისმინე. ეს შენი შანსია, როგორმე გამოიმუშავო ფული. და მირიამიც მოიყვანე. მირიამი არ მაინტერესებს. გეთანხმები, ინტელექტით არ ბრწყინავს, მაგრამ გარეგნულად არ აუშავს. თუ მოვალ, მაშინ სხვა ადამიანთან ერთად. მეგობართან ერთად. რიგისთან. ეს ვახშამი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ზეინ. ახალი ინვესტორების მოზიდვა მინდა. საჭიროა, რომ ბედნიერ ოჯახს ვგავდეთ. რიგი ის არ არის, რაც მე მჭირდება. ზეინს არ იცნობთ. საერთოდ არაა ისეთი, როგორიც უნდა რომ ჩანდეს. უბრალოდ მას ხალხის ეშინია. ის ნადირობას გაგრძელებს, თუ მასთან შეხვედრებს განაგრძობ, ჩვენამდე მოიყვან. მადლობა. არა. არა მხოლოდ სულელი ვარ, არამედ ზეინზე უარესიც. რიგი, ჩვენ ყველამ რაღაც გავიღეთ. და რა იცი ამ რიგის შესახებ? ბევრი არაფერი, მაგრამ მის მომწონს. მის ოჯახს იცნობ? არა. მასზე არაფერი იცი? არა. ანუ ის გოგო მოგწონს, რომელზეც არაფერი იცი. რატომ? მომისმინე. შენს ვახშამზე მოვალ, კმაყოფილი ხარ. გაწყნარდი. შენი ურთიერთობა ზეინთან საჩიშია. მე არ ვერები თქვენს ცხოვრებაში და ჩემს საშიც ნუ ჩაერევით. იქნებ მაშინ მაინც მენდოთ. ჩვენ ზეინს არ ვენდობით. თავად უნდა გადაწყვიტო. ამოვირჩიო თქვენსა და ზეინს შორის. ჩვენ ასე ვერ გავრისკავთ, რიგი. ნუ მაშანტაჟებთ. ჩვენ შენი მეგობრები ვართ. არჩევანი უნდა გააკეთო. ნამდვილი მეგობრები ასე არ იქცევიან. ზეინი აგვიანებს. თუ არ მოვა სამხედრო კოლეჯში გავუშვებ. ნუ ნერვიულობ. დარწმუნებული ვარ მოვა. საკმარისია ყმედობა. სუფრა გაშალე. ნილ, ლიზა და შეუდარებელი ემა. მიხარია რომ აქ ხართ. ჩვენც გვიხარია, ჰარისონ. შენი მშორს, ასეთ ლამაზ მონებთან რომ ცხოვრობ. ძალიან გამიმართლა. მალე უფრო გაგიმართლებს, აინახავ. რამე ხდება? როდესაც სადილზე საუბრობდი, არ გითქვამს, რომ ბენეტებთან მოვდიოდით. ეს პრობლემაა? კარგი რა. ხომ ყველას იცნობ, მალე ზეინიც მოვა. დაბადების დღეს გილოცავ. მაგრამ დღეს ჩემი დაბადების დღე არ არის. ნუ მეკამათები, ეს საჩუქარია. გაბამიყიდე? გაგიჟდი? ხომ გინდოდა არა? რა თქმა უნდა, მინდა. ძალიან მომწონს. მადლობა. აბა, გინდა მოიზომო, მახლავე. აკაურობას რამდენიმე წელს წინ ვერ იცნობდით. აქ დიდი ჭაობი იყო. მაგრამ ფანტაზიისა და ბულდოზერის წყალობით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. არა, ჯორჯ. ნილ, ლიზა.
გაიცანით ჯორჯ ჩენი, ყველაზე ძალაუფლებიანი რეალტორი აღმოსავლეთ სანაპიროზე. ძალიან სასიამოვნოა ჯორჯ, ჩემთვისაც. და მშვენიერი ქალბატონი ჯორჯის მეუღლე ჯუნი. ეს კენდია. ნილი ყველაზე წარმატებული რეალტორია ქალაქში. მამა. რეკის იცნობ? მიხარია რომ მოხვედით. მიხარია რომ დაგპატიჟეთ. რიკი, შეუდარებელი ხარ. ძალიან გიხდება რეკი, ძალიან. კარგი, მაგიდასთან დავსხდეთ. ყველას უნდა სანაპიროზე სიარული. ხალხს ბედნიერებისთვის მარტო წყალი და ქვიშა სჭირდება. სანაპიროს ბუმია ახლა. სრულიად გეთანხმები. რამე მოხდა? ყველაფერი რიგზეა. უძრავი ქონება სანაპიროზე მარტო ძვირდება. თქვენი ფინანსური დახმარებითა და ნილის გამოცდილებით შეგვიძლია კარგად გამოვიმუშავოთ, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ, სანამ არ დაგვასწრეს. მაპატიეთ, მაგრამ ეს რა საჭიროა? რატომ არ ანებებთ სანაპიროს თავს? ხალხს ის სჭირდება. შემისწორეთ უცდები. როგორც კარგი მეოჯახე, შანსს არ გაუშვებდი ხელიდან, რომ სახლი გეყიდა სანაპიროზე. იცი, მოარც არ ვიტყოდი თუ გარემოს ზიანი გათვალისწინებული იქნებოდა. რა თქმა უნდა, თავისთავად. გონიერების ფარგლებში. რა საკეთებ? თავისუფლდები. ძველმანებს ვყრი. სიახლეებისთვის ვემზადები. მე ზომბი არ ვარ. მართლა ვერებ ტანსაცმლის გადაყრას. არა, ნახევარს დავიტოვებ. მაგრამ რომელი ჯობს? აი ეს. ეს არ მოგწონს? ხო, მართლა, გაბაზე გამახსენდა, დავინახე როგორ აჩუქაზე ინმარიკის კაბა. ნუ თუ. ხო. რომელი კაბა? წითელი იყო. ელეგანტური და სექსუალური. ელეგანტური და სექსუალური? ეს რიკისთვის არა. საქმე ცუდადაა. მათი ურთიერთობა ძალიან შორს წავიდა. ვინმეს კაბას უყიდდი? ამ ცხოვრებაში არა. თავარი ადგილის შერჩევა ნილი არ მომცემს მოტყუების საშუალებას. დღეს კუნძული მაკუა. ხვალ კი კურორტი მარგალიტის ქვეშა. აი ეს არის მომავალი. ნავსადგური, აეროპორტი, გოლფის მოედანი, სასტუმროები და მაღაზიები. არაჩვეულებრივი იდეა, არა მარტო იდეა. მე მას ნამდვილ კურორტად ვაქცევ. აი ნახავთ. იცი, არ მგონია ეს კარგი აზრი იყოს. თქვენ ეს არ გინახავთ, რაც მე ვნახე. მადლობა შენი აზრისთვის, ზეინ. არა, ისაუბროს. განაგრძე. ვიცი, ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. გეფიცებით. მე ქალთევზა ვნახე. ქალთევზა? სად? ის სადღაც კუნძულ მაკოზე ცხოვრობს. იქ აშენება არ შეიძლება. მამა, ეს ქალთევზები არსებობენ? არ დაუჯერო მას ემილი. ჩემს ვაჟს სტუმრების გასართობად ვპატიჟებ ხოლმე. ზეინ, არ გინდა ფერიებზეც გვიამბო, რომლებიც ჩვენს ბაღში ცხოვრობენ. რიკი დიდხანს ვერ შეძლებს საიდუმლოს შენახოს. ადრე თუ გვიან ვერ გაუძლებს. მაგრამ ვინმეს ხომ უნდა ესაუბროს? ზუსტად. ასე რომ ის ჩვენთან მალე მოირბენს. დაიღე. არ გინდა იმას დაურეგო და რიკიზე და კაბაზე მოუყვე. კარგი იდეაა. და ამ ყველაფერს მართლა გადაყრე. კი. ეს წარსულშია. არ მეგონა რომ ასე ადვილი იყო. ტელეფონი გამართულია. შეტყობინება დაუტოვა? კუნძულს მთლიანად გავაშენებთ. აღმოსავლეთით სანაპიროზე გასართობი დაწესებულებები იქნება, დასავლეთით კი პრესტიჟული სახლები. ნებისმიერ სახლში იქნება აუზი და იტალიური ეზო. საშინელება. ეს თქვენი აზრით კარგი დიზაინია? ალბათ კი. გამოხმაურებები ყოველთვის მნიშვნელოვანია.
არსებობს ხალხი, რომელიც ვერასდროს მისცემს თავისუფლებას ჰქონდეს ასეთი სახლი. რატომ უნდა გაანადგუროს ბუნება იტალიური ეზოების ასაშენებლად? ხალხი სულელი არაა, ისინი ყველაფერს მიხვდებიან. მგონი რიკის გაგრილება უნდა. ვის მოუნდება ცხოვრება ისეთ ადგილას, რომლის აშენებისთვის უამრავი ცხოველის განადგურება და კუნძულის დაღუპვა გახდა საჭირო. რიგი, ერთი წამით შეიძლება. ახლა? რიგი, უნდა დამშვიდე. ეს მამაჩემის სადილია, მის ბიზნესში უმჯობესია არ ჩაერიო. ეს შენი აზრია თუ მამაშენის? უმჯობესია ეს სხვა დროს და სხვა ადგილზე გავარჩიოთ, გესმის? ყოველთვის მამაშენს უჭერ მხარს. მაშინაც კი, როდესაც ცდება, შენი თავი გაქვს მხრებზე? თუ ნებართვა გჭირდება? ვულკანს გავს. ყველაფერი მოგვარებულია. ინვესტორი ნაპოვნია. საბჭოს 3 წევრი მხარს მეჭერს. უკვე ტენდერს ვაცხადებ. მისმინე, შენი მესმის, მაგრამ იქნებ მშენებლობამ ბუნება არ დააზიანოს. ეს კუნძული უნიკალურია. უკვე 1000 წელი ამისთვის ხელი არ უხლიათ. ვფიქრობ, ემა მართალია ზურფასო. ემა მართალია. კუნძულზე მშენებლობა დაუჯერებლად სულელური წამოწყებაა. კუნძულის გარშემო წყალი ყველაზე მსხვილი ზვიგენების საცხოვრებელია. გგონიათ ისინი ნივთებს მოაგროვებენ და წავლენ, როდესაც ეტყვით? მათ სახელმწიფო იცავს. ერთი წამით მოიცადე. ეს კუნძული ნაკრძალია. თქვენ კი ყველაფერს გაანადგურებთ. დელფინებს ლაგუნებში, იშვიათ მწვანე კუებს, რბილ კორალებს, რომლებიც სხვაგან არსად არაა სამყაროში. მამა, შენ ხომ არ აწყენინებ კუებს და დელფინებს? რა თქმა უნდა, საყვარელო. და კიდევ ამ ყველაფერს წერილში ჩავწერ, რომელსაც გარემოს დაცვის სამსახურს გავუგზავნი. ამის შემდეგ კი ჟურნალისტებს დავუკავშირდები და პეტიციას დავწერ. მეც მასთან ვარ. არსებობს რაღაც, რაც უნდა დავიცვათ. შეგიძლია წაიღო. თუ მამიკოს ბიჭობა გინდა, შეგიძლია დამივიწყო. გაიგე, მე მირიამი არ ვარ. შეგიძლია აქ დარჩე, ან ჩემთან ერთად წამოხვიდე.
დაჯექი ზეინ. ვერ გაიგე არა? თავს გასაოცრად ვგრძნობ. და რა მოხდება თუ მამა შენი ფულს აღარ მოგცემს? არაფერი, სამსახურს ვიპოვე. როგორც იქნა მას ვიღაც შეეწინააღმდეგა. იცი, შენი გამოსვლა მომეწონა. არა მიშავდა არა? ჩემი გჯერა. რა საკითხში? იმაში რომ ქალთევზა დავინახე. შენი მჯერა ზეინ. ეს უბრალოდ უნდა გენახათ. რიკი შეუდარებელი იყო. შენ ხომ ეს კაბა გადააგდე, კლეო? ეს? არა. კლეო, რამე მაინც გადააგდე? არა, გადავიფიქრე. ისიც არ გადააგდე, რომელიც ზომბების ფილმში იყო. ამას ვერ გადავაგდებდი. ის ჩემს კამარს უხდება. თუ მათ გადაყვერი, ახალ ჩანთას აღარაფერი მოხდება. რიკი, გავიგე ჰარისონის გეგმა გაგიფუჭებია კუნძულზე მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მაგარია. ეს რაღაც ახალია. არ მკითხავთ, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი? როგორი ბიუსჰალტერი მაცვია? ეს უბრალოდ ცნობის მოყვარებაა, როგორი ბიუსჰალტერი გაცვია? ლუის, მისმინე რიკი. მაპატია. ვერ შეგაფასე სათანადოდ. მეც. იდეა მაქვს. მოდი პაქტი გავაკეთოთ. არანაირი საიდუმლო. ვეთანხმები. ვეცდები, ალბათ. ხოლოდ ერთი შეკითხვა, მაგრამ არ გეწყინოს. რა იპოვე ზეინში? მას ჩემი ესმის. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი ალექსანდრე ახალაძე. გახმოვანებულია აჭარე ნეტკომის მიერ.